შარშან მაგალითად ჩამოინგრა ჩვენ ცეხში ჩამოინგრა ჭერი და მე მოვყევი შიგნით და ეხლა რო გვეუბნებიან იმას რომ სასამართლოში შევიტანო მაშინ ვინმე პასუხი აგო იმაზე მე რომ სიკვდილს გადავჭი და 6 მეტრიანი რკინა მომყვა რომ არ გადამხტარიყავი მილიმეტრებში ამცდა ის 6 მეტრიანი რაღაცა რა ქვია სინკარი თუ რაღაც ვინმე მაშინ პასუხი აგო და რამე ვინ გამოხმაურება ქონდა მაგას არავის არაფერი პირიქით უნდა დამალო ექიმთან რომ მიხვალ არ უნდა თქვა რომ ქარხანაში დაგემართა ეგ რაღაცა არ უნდა თქვა რაც ეს ინდორამა შემოვიდა ეს ინდოელები შემოვიდნენ ტომრები შემოვიდნენ სასწაული სველი როცა უმუშაობთ ესე სულ სველები ვართ თავიდან ბოლომდე იმ სიცივეში ვდგევართ შიგნით არ გვაქვს ამ წუთას გათბობა რამდენი ხანია უკვე ვამბობდით ხან პროფკავშირს ვაბარებდით არ ვიცი არავინ არ მიიტანა ალბათ ადმინისტრაციამდე არ მიიტანეს ჩვენ ყოველ წუთში დირექციასთან ვინ შეგვიშვებს ძალიანაც რო გვინდოდეს რამდენჯერ მოვითხოვეთ რომ მოვიდეს დირექცია შეკვდეს თუნდაც იმ ტომრებზე რომ ყრია ეზოში ის ტომრები ჯერ არის ძალიან საშინელი მძიმე სველი იმაზე მუშაობა არ ვიცი ხა თუ არ ნახა ის ვინმე ისე ვერც ახსნი და ვერც წარმოიდგენ იმას და ყველას გვაქვს სახსრების პრობლემა ყველას იმიტომ რომ ჯერ იქ სულ როცა მოღრუბლული ამინდია სულ ეს არის გვარჯილა ყველგან იპნევა რა თქმა უნდა ხა ისე ვერ გაკეთდება ეს და სულ გახსნილია და დავდივართ იქ იმაში თვითონ ელვა შესაკრავებია არ მუშაობს ერთი დღეს მეორე დღეს ერთ კვირა ვერ ამუშავებ ელვა შესაკრავს რკინას იმაშვება ჭამს ის რა ქვია ის გვარჯილა და რაღაცა ვითომ ვენტილაცია გაკეთდა მაგრამ მაინც ვერ მუშაობს ის ვენტილაცია ისე იმას ვისუნთქავთ სულ ყოველ დღე დღეში რამდენი საათი გიწევთ 12 საათი ვმუშაობთ დღის განმავლობაში ასეთ პირობებში რომ მუშაობ ადამიანი გამოდიხარ და კიდე ხელფასზე ჩვენ გვაქვს სხვანაირი ანაზე ჩვენ გვაქვს მოჭრილად არ გვეძლევა ჩვენ ხელფასი გვაქვს გამომუშავებით და ჩვენ როცა რაოდენობაში ახლა გვარჯილის სამკროს გვაქვს გამომუშავებით და როცა შარშან როცა იყო შეხვედრა ბატონ ბუდილაძესთან მე ვიყავი ერთ-ერთი ის ვინც დაუსვა კითხვა და უთხრა რომ როცა ქარხანა ჩერდება მაგ შემთხვევაში ჩვენ 15 წუთიც რომ გაჩერდეს ის ქარხანა და რაღაცა შეფერხება იყოს ცეხში ხომ ჩვენ ხელფასი რა თქმა უნდა აისახება ის ვერ ავითვისებთ იმ გვარჯილას იმდენ რაოდენობით რომ მე ჩვენ რაღაცა ხელფასში ხონდა აისახოს ის და ამიტომ გამოგდის ძალიან დაბალი ხელფასი და მაშინ მითხრა პასუხი ესეთი იყო რომ კი ბატონო ეგ ყოველ იქნება გათვალისწინებულიო ჩვენ რო გვეუბნებიან გიჩივლებთო შემოიყვანო ჩვენ ინტერესებში შედის ეგ ვინმე შემოვიდეს და გამოიძიოს რა პირობებში გვამუშავებენ და რა მიზერულ ხელფასს გვაძლევენ მე ეს ეხლა ამ სად წახვიდე ადამიანი სამუშაოები არ არის თორე აქ არავინ არ გაუჩერდებათ და 1500-ს მომწევენ და მე არ მომიმატებენ არაფერს ხვალვე დავწერ განცხადებას და წავალ 1500-ს არა ყველგან ბავშვს ავიყვან სახში მივიყვან და 2000 გადამიხდიან რომ მოუვარო იმ ბავშვს სიტყვაზე ნებისმიერ ამას იპოვი და აალაგებ ვიღაცასთან სახში და ასეთ კოშმარულ მდგომარეობაში ღამე სახში მაინც დაიძინებ. მთელი ღამე რომ მუშაობ აქ და ყველას ძინავს ადგებიან და მილიონები ხდებათ და ჩვენ რა კაპიკები 67 თეთრია 1 ტონა გვარჯილა და რამდენად იყიდება ეს მერე ჩვენ გვიხდიან შრომის ინსპექცია თუ შემოვიდა და ქუდი კასკა არ მაფარია თავზე მაშინ მეუბნება დაგაჯარიმებო მე რა დაგაჯარიმებო ის კასკა არის ყველაფერი იქ ის უსაფრთხოება რომ ოთახში თავზე მეფშნება ყველაფერი და მეყრება მუშაობა დავიწყე მან და მეორე კურსის სტუდენტი რომ ვიყავი 93 წელს ციანმარილების წარმოებაში. ეს არის ყველაზე მავნე წარმოება და ყოველთვის განსხვავდებოდა სხვა წარმოებებისგან და შედარებით, იმიტომ რომ მან ხდება ციანის მარილის წარმოება. ეს ყველა გონიერი ადამიანისთვის ცნობილია რა არის ციანი და რა საშიშროება და რატომ ქონდა მაგ წარმოებას წლების განმავლობაში ზემავნე სტატუსი. შეიძლება ახლა აქ რაღაც წინდებულებით თამაში მიმდინარეობს, მაგრამ მაგითი მაგას მავნებლობა არ აკლდება ციანმარილს. ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ქიმიური ცდომილება რომ არ მომივიდეს, ზუსტად 0.0 რამდენი მილიგრამია საჭირო ადამიანის სიკვდილისთვის, მაგას ზუსტად ვერ ვიტყვი ქიმიური ფორმულიდან გამომდინარე, მაგრამ ძალიან საშიშია.
ეხლა რით განსხვავდებოდა ეგ ცეხი სხვა ცეხებისაგან? წლების განმავლობაში იყო მან განსხვავებული ხელფასებიც, რა თქმა უნდა, ყველაფერი განსხვავებული იყო. და ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ თუ ქარხანას აქვს პერიმეტრი ღობით შემოღობილი და ყავს დაცვა, ციანმარილებს აქვს შიდა ღობე და შიდა დაცვა. შიდა გამშვები პუნქტი. ანუ ეს იმდენად კონტრაბანდული ნივთიერებაა. იმდენად საშიში ცეხია, რომ იქ ჩვეულებრივ ნებისმიერი ადამიანი ვერ შევა. იმიტომ რომ თავისუფლად შეიძლება მოხდეს რაღაც ისეთ ზონაში, სადაც მისი შესვლა, გადაადგილება სპეციალური დამცავი საშუალებების გარეშე სიცოცხლისთვის საფრთხე იყოს. ჯანმრთელობისთვის არა, სიცოცხლისთვის საფრთხე იყოს. მანდ არის ნედლეული სახით, არის უამრავი ქიმიური ნივთიერებები, არის გოგირდმჟავა, არის ძმარმჟავა, არის ამიაკი, რომელიც მხუთავია აირი. ნუ ძალიან წვრილი დეტალები ახლა დიდად მნიშვნელოვანი არ არის. განმასხვავებლობაზე ვსაუბრობდი. არის ყველა წარმოება, ყველა დანარჩენი ცეხები არის 4 ბრიგადიანი, ანუ მუშაობებს შორის, დილისმენა და ღამისმენა შორის დასვენება აქვთ 2 დღე, მაგრამ ციანებში წლების განმავლობაში იყო 3 დღე დასვენება. სწორედ იმიტომ, რომ განსაკუთრებით მავნე წარმოება არის, სწორედ ამიტომ იყო ეს განმასხვავებელი თვისება. თუმცა ამაზეც ძალიან პრეტენზიას წარმოთქვამენ, მაგრამ მე ვფიქრობ ამას მხოლოდ უგუნური ადამიანი თუ იტყვის, რომ ციანმარილების ხალხმა არ უნდა დაისვენონ 3 დღე. ეხლა რაც შეეხება თვითონ აქ საუბრობდნენ ესენი, რომ მიმდინარეობს მოდერნიზაცია. კი, მოდერნიზაცია მიმდინარეობს, მაგრამ წარმოებას, ხო, შენობების მოდერნიზაცია ვერაფერს ვერ უზავს. იქ პირველ რიგში საჭირო არის პრეისტორიული დანადგარების შეცვლა. ოღონდ მართლა პრეისტორიულებია, იმიტომ რომ იქ კიპის ეგრეთ წოდებული ესეთი სამსახური არის, რომლებიც აღნიშნავენ დანადგარების მუშაობას, ის ხელსაწყოები ჩვენ გვემახსოვრება ჩვენ თაობას, ჩვენზე პატარებმა უკვე აღარ იციან. რუსული გოსტი აკლია, აი გოსტ SSR, აი ეს შტამპი აქვს, წარმოგიდგენიათ? ეხლა ამაზე რატომ გავამახვილე ყურადღება, მაგასაც გეტყვით. იმდენად გამოსულია ხელსაწყოები უკვე და გამართულად არ მუშაობენ, რომ იქ მომუშავე პროფესიონალებს და მე არ შემწხვება ამ სიტყვის თქმა, ზოგი გუმანით, ზოგი წინაგრძნობით, ზოგი თითებით, ზოგი ხელისგულებით ვიცით რა მდგომარეობაშია დანადგარები. და ესენი მესაუბრებიან მოდერნიზაციაზე. მავნებლობა უნდა ყოფილიყო რაღაც გარკვეული თანხა, რომელიც უნდა დანამატის სახით უნდა იყოს. ამ თანხას გავზრდითო, არ გადაიხედა. ეხლა გეტყვით ყველაზე უფრო მართლა სატირალ სიტუაციას. წარმოებას ჩვენს ხელფასში შეტანილი აქვს ეგრეთ წოდებული კვების თანხა, რომელსაც ეგენი გვიხდიან და მავნებლობისთვის ციანებში და ზოგადად ქარხნის ტერიტორიაზე მომუშავეებს ეკუთვნით რძე, იმიტომ რომ რძე ყველაზე უკეთ ანეიტრალებს ქიმიურ მოწამლას, რასაც ორგანიზმში შეიძლება შევიდეს და ციანი მარტო დაყნოსვით და ნერწყვით და იმით არ შედის. კანიდანაც შეიძლება შევიდეს ციანი. ანუ ტანსაცმელს თუ აქ ციანი, ადამიანი შეიძლება იქიდანაც მოიწამოს, შეიძლება კი რა იწამლება. და მე მოგახსენებთ რა არის ეს თანხა, კვება თვეში. მუშის კვება არის 30 ლარი და რძე თვეში და რძე არის 20 ლარი. ეს ყველაფერი გაერთიანეს და ისე შეიტანეს ჩვენს ხელფასში და ღამის სმენაში 12 საათი ვიდეოკამერებია ყველგან და მუშას არა აქვს უფლება ესე გააკეთოს. აი ესე რომ გააკეთოს არა აქვს უფლება და დანამატი ღამის სმენის სიმძიმის დანამატი არის საათში 30 თეთრი. ასეთივე საშიშია შეიძლება გვარჯილა რო გალოკო იმან არ მოგკლას, მაგრამ ტერს და დამაწყევარს გვარჯილის აფეთქება. იქ რომ არ იყვნენ პროფესიონალები, არ ვიცი, ამათ გაგონილი შეიძლება კონდეთ გვარჯილის აფეთქება რას იწვევს, შეიძლება ქალაქი აღარ დარჩეს ადგილზე. ამიტომ რისკები არის ძალიან ბევრი და ლენინის დროინდელი ხელსაწყოებით, დანადგარებით თუ ქარხანა მუშაობს, სწორედ აი ამ ხალხის დამსახურებაა. და ხა კედელს რო ცისფრად შემიღება, ვეგარ არ მგონია ციანი გააუმჯობესოს. ეს არის ქიმიური წარმოება. აქ ქალაქიდან შესული ვერ იმუშავებს. აქ სულ ყველადგანან პროფესიონალები. ამათ გარეშე ქარხანას ვერ გაუშვებენ. ხვდებით? ანუ ეს ქიმიური წარმოება არის, ამიაკია იქ, აზოტმჟავა, იქ ჩვეულებრივი მოქალაქე რუსთავის მოსახლე ვერავინ ვერ იმუშავებს. აი ამ პროფესიონალების გარდა. ამ პროფესიონალებზე დგას ეს სამკრო წლები ხალხი დაბერდა აქ. 50 წელი, 40 წელი მუშაობს აქ.
გუშინდელი მოსულები არავინ არ არის. ანუ ჩანაცვლება ძალიან ძნელია აი ამ ხალხის. ესენი თითოეულ ჭანჭიქს ცნობენ. თითოეულ ჭანჭიქს უყველა. თქვენ მითხარით რომ წაგებაზე მუშაობდეს საწარმო 65 მილიონი ინვესტიციას ჩადებს ვინმე წამგებია საწარმოში თქვენი ლოგიკური აზრი მაინტერესებს ეს რა 65 მილიონზე საუბრობთ აი ეს რაც ჩადო ინდორამამ საწარმოში ინვესტიცია და თვითონ იკითხონ ერთი რამდენი აქვს თუ წაგებაზე მუშაობენ თვითონ რამდენი აქვს ხელფასები რატო იმას არასაჯაროვებენ 1900 კაცი მუშაობს გუშინ მაგალითად 500-ზე მეტი კაცი ვიდექით თვითონ აზოტში წვიმაში წარმოიდგინე. მე ახლა ბავშვი მყავს დატოვებული და მაინც მოვედი. ხვდებით? ანუ ზოგს რა პრობლემა აქვს? ყველა შეიძლება ვერ მოდის და ის რაც ქარხანაში ვინც მუშაობს, ისინი იქ არიან. ანუ არ ტოვებენ. ხვდებით ეს გაჩერებულია კი სამყარო, მაგრამ ვიღაცა მაინც უნდა იყოს იქ, რომ არაფერი დანაშაული არ მოხდეს, რამე არ დაიპაროს და ისიც ჩვენ არ დავგრალდეს. ხვდებით? აქ რო შედიხარ უკვე ტერიტორიის შიგნით, უკვე მავნე გარემოში იმყოფები რა. მოიყვანეს 1-2 წლის წინ ვიღაც ექსპერტები, რაღაცები ადგინეს, ვიბრაცია ის, მაგრამ მთლიანობაში რაღაც რაოდენობას მისცეს ეს მავნე ანაზღაურება. რაღაც რაოდენობა დარჩენილია კიდევ რა. ქვეყანაში ყველაფერი გაძვირდა, პროდუქტები გაძვირდა, პრეპარატები გაძვირდა, საწვავი გაძვირდა, გადასახადები ყველანაირად გაძვირდა და შესაბამისად ვეღარა უდის ხალხი უკვე ამ ყველაფერს და ამიტომაც გადაწყდა ამ პროტესტში ჩართვა, იმიტომაც რომ ეს ხელფასი რაც გვაქვს, ეს მიზერული ხელფასი რაც არის დღეს საქართველოში, არსებობისთვისაც უკვე რთულია რა არსებობა უკვე ამ ხელფასით რა რაც გვაქვს. მათი მხრიდან მქონდა არაჰუმანურობას ადგილი, როდესაც ჩვენ უთხარით, რომ ჟანგბადის საამქრო არ უნდა გაეჩერებინათ, ეს მოხდა ადმინისტრაციის თვითონ ადმინისტრაციამ გააჩერა ჟანგბადის საამქრო, უთხარით, რომ საავადმყოფოებს ჭირდებოდა ჟანგბადი და ხალხს პაციენტები ყავდა საავადმყოფოებში და ეს არ გამოიწვევდა კარგ შედეგებს, ეს სიცოცხლით თამაში იყო ადამიანების, პასუხი მივიღეთ ასეთი, რომ თუ ადამიანებს ჭირდება ჟანგბადი, ფერმერებს ჭირდება სასუქი. ეს ჩემი აზრით ძალიან არაჰუმანურობა ადამიანის სიცოცხლისა და სასუქთან შედარება. ეს კონკრეტულად დირექტორმა ჯეი ჯაჯომ გადმოგვცა.